მინდა გავიხსენო ერთი ჩვენნაირი პატარა ქვეყნის დანიაში მიღებული გამოცდილება. როცა ვიყავით გასწავლით პატეშტის ევროპის სპორტის ერასმუსის პრაქტიკაში და ვიყავით მუსიკის სკოლაში, დანიის ერთ-ერთ ჩვეულებრივ პატარა სკოლაში, რომელსაც გვათვალიერებდნენ სკოლის პირველი კლასელები. როცა შევედით ხელოვნების ოთახში, იქ დავინახეთ, რომ ისინი პლაკატები იყო და პლაკატებს ატავდნენ თუ განიხილავდნენ და ვკითხეთ რა თემა არის, რაზე არის. რას აკეთებენ და მათ ვიქცეთ, რომ ჩვენი ამჟამინდელი თემა არის პროპაგანდა. ძალიან გაგვიკვირდა რა კავშირია პროპაგანდას და ხელოვნების განყოფილების შორის. და მათ ვიქცეს, რომ სწავლობთ როგორ მუშაობს პროპაგანდა სხვადასხვა ქვეყანაში. მეშვიდე კლასელებმა საქართველოს სიტუაცია არ იცოდნენ, მაგრამ თავდაპირველად ასისტენტ მასწავლებელი, ანუ დამხმარე მასწავლებელი 27 წლის სტუდენტი, რომელსაც ახალი დაწყებული ჰქონდა სწავლა უნივერსიტეტში, მასწავლებლის პროგრამაზე და მან თქვა, რომ შეიძლება არჩით ახლავს სტუმრები საქართველოდან, იმ ქვეყნიდან, რომელშიც რუსული პროპაგანდა ძალიან მძლავრად მუშაობს. ეს იყო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩენა, პატარა ერთ სკოლაში რა ინფორმირებული არიან 27 წლის ახალგაზრდა და მით უმეტეს მეშვიდე კლასელი ბავშვები. და შემდეგ, ვიზიტის დასრულების შემდეგ უკვე ჩვენო კოლეგამ, უნივერსიტეტის პროფესორმა გვითქვა, დიახო, ჩვენ ეს გვაქვს როგორც გამჭოლი თემა სკოლაში, არა მხოლოდ ხელოვნების განყოფილებზე, არამედ სხვადასხვა საქმის ფარგლებში და ნიმუში, რომელსაც ჩვენ ვასწავლეთ, როგორ მუშაობს პროპაგანდა, არის საბჭოთა პროპაგანდა. საბჭოთა პროპაგანდა იყო ყველაზე მძლავრი და ყველაზე განვითარებული. და დღეს იმათ ჩვენზე უკეთიციან, რომ ეს პროპაგანდა კიდევ უფრო დახვეწილია და კიდევ უფრო მძლავრად მუშაობს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ იქაც, სადაც სჭირდება ამ პროპაგანდის განხორციელება. და ძალიან სწორად ხედავთ ისინი გზას, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდეს პროპაგანდას, ეს არის მეშვიდე კლასიდანვე, გაცნობიერება გქონდეს, თუ რა არის ეს. ანუ განათლება ისევ და ისევ მიდება განათლების საკითხამდე. მედია წიგნიერება, მადლობა და ეს ყველაფერი უკავშირდება რა თქმა უნდა ანალიტიკას